1918 წლის 26 მაისი და 1991 წლის 9 აპრილი ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელსაც ქვეყნის მომავალი განსაზღვრა. როდის და როგორ აღიდგინა ქართველმა ხალხმა დაკარგული სახელმწიფოებრიობა? დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერები რუსიკო აბაშიძის რეპორტაჟში. 1918 წლის 26 მაისს თბილისში მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში ამიერკავკასიის სეიმი შეიკრიბა კარლო ჩხეიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დღეს იმავე სასახლეში ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა. საქართველოს ხალხს შეზახამან სოფიოს და გზაზე მასულად შედგა. 26 მაისი არის დაბადების დღე ახალი საქართველოსისა. ამ დღეს გამოჩნდა ის ერთი მთლიანი, მორიგებული და ერთი აზრის დამთავრებული. ეს დღე ქვეყნის ხელმეორე დაბადების და მსოფლიო თანამეგობრობის დიდ ოჯახში ახალი წევრის გამოჩენის დღე იყო, თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ისტორია მხოლოდ 3 წელიწადს გაგრძელდა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში შემოჭრილმა წითელმა არმიამ ქვეყნის ანექსია მოახდინა. დამყარდა დიქტატორული რეჟიმი. ნოე ჟორდანიას ხელისუფლება კი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. წართმეული თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას ქვეყანა 70 წელი ელოდა. დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით თბილისში მშვიდობიანი აქციები 1989 წელს დაიწყო. საბჭოთა არმიამ 9 აპრილს გამთენიისას მშვიდობიანი მანიფესტანტები დაარბია. ტრაგედიის მიუხედავად ბრძოლა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად არ შეჩერებულა. 1991 წლის 31 მარტს საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ქვეყანამ დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი დაიბრუნა. ამავე წლის 9 აპრილს დამოუკიდებელი საბჭოს პირველ სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი შევიდა ძალაში. პირველი ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ხოლო დანარჩენებს ყველას დარბაზიდან ვინსად იჯდა, იქიდან იძახებდნენ და უნდა მისულიყო ტრიბუნალთან, სადაც გაშლილი იყო დიდი ფურცელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისა, თავისი ტექსტით და იქვე უნდა მოგეწერა ხელი. და სალამინ ხელმოსაწერ მაგიდასთან მივიდოდით, მანამდე ყველას ემჩნეოდა მღელვარება, ზოგს ფეხიც კი ეშლებოდა, ესეთი მდგომარეობა იყო შექმნილი, იმდენად გახარებული იყო ადამიანები. პროფესორი რამაზ სურმაიძემ 11 დეპუტატს შორის იყო, რომლებიც 1991 წლის 9 აპრილს აჭარიდან თბილისში დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოსაწერად ჩავიდნენ. ეს დელეგაცია 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის შემადგენლობასთან შედარებით უფრო წარმომადგენლობითი იყო. სხვადასხვის ამ პიროვნებაში შედიოდნენ აგრეთვე ორი წარმომადგენელი აჭარიდან. ესენი გახდათ ჰაიდარ აბაშიძე და ყადիր შევაშიძე. 1991 წლის აქტზე ხელი მოაწერა არა ორმა, არამედ 11-მა კანდიდატმა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ აჭარიდან. მათ შორის გახდით მეც. ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. მწერალი ანზორ კუდმა დამოუკიდებლობის აქტის იმ ნაწყვეტს კითხულობს, რომელთაც მან 246 დეპუტატთან ერთად ხალხის სახელი დაკარგული თავისუფლების ხელმეორედ აღდგენა ხელმოწერი დაადასტურა. 23 წლის წინანდელი ისტორიული დღის განცდებს ანზორ კუდმა ასე იხსენებს. ყველანი ვიდექით უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე, რომ ჩვენ საქართველოს სახელით, ესე იგი დამოუკიდებლობას ვაცხადებდით. ამაზე დიდი ბედნიერი დღე ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის რა უნდა იყოს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, აი მოვაწერეთ ხელი, აი თითქოს და უდიდესი ტვირთისგან გავთავისუფლდით და ხომ გავთავისუფლდით თითქოს ამ ტვირთისაგან და უზარმაზარი ტვირთი ავიკიდეთ კიდე, რომ ესე იგი დაგვეცვა აი ეს დამოუკიდებლობის დღე, ჩვენი დამოუკიდებლობა რო დაგვეცვა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერიდან დაახლოებით 2 თვეში 26 მაისს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ხელისუფლებაში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოვიდა. ამ დღიდან მოყოლებული საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავენ.